ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ძირითადად AH3N2 ვირუსი ცირკულირებს, ასევე დაფიქსირებულია სხვა სეზონური რესპირაციული ინფექციები, როგორიცაა რინოვირუსები, პარაგრიპი და სხვა პაციენტები ძირითადად სახლის პირობებში ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებით მკურნალობენ. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა, ოთახების განიავება, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდება. ჩვენ მუდმივი მეთვალყურება გვაქვს 23 სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსზე. ზამთარია და ზამთართან ერთად გრიპის მაგვარი ვირუსები და თვითონ გრიპიც, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა მატულობს. ჯერჯერობით ავადობა არ არის მაღალი 250-მდე 100,000 მოსახლეზე. ეპიდემიის ზღვარი ჩვენთან რაღაც 500-მდეა, ასე რომ ახლოს არა ვართ ჯერ. რა თქმა უნდა, ხა კიდე მოიმატებს დეკემბრის ბოლოს ალბათ უფრო მეტი შემთხვევები გვექნება და პირველი და ძირითადი მაინც რა თქმა უნდა არის ის, რომ ვაქცინაცია, საუკეთესო ხარისხის ვაქცინაა ქვეყანაში. რაღაც 150,000 ჩვენი თანამოქალაქე უკვე აცრილია, ვაქცინები კიდევ არის, დრო არის. ერთადერთი უნდა გვახსოვდეს, რომ ხა ვაქცინას რო გავიკეთებთ, მეორე დღიდან დაცული არა ვართ. ვაქცინას უნდა დაახლოებით 7 დღე, 10 დღე მაინც რომ ვაქცინამ დაიწყოს მუშაობა და დაგვიცვას. გვინდა ჩვენს ბენეფიციარებს შევახსენოთ საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სერვისებით. გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე ბენეფიციარს შეუძლია მიმართოს იმ ამბულატორიულ დაწესებულებას, სადაც არის რეგისტრირებული და ოჯახის ექიმის მიერ მოხდება შემთხვევის მართვა ბინის პირობებში.